რას ურჩევდით ადამიანებს, ვინც ახლა ფიქრობენ ბარიატრიის გაკეთებას? აი დაუფიქრებლად უნდა გაიგეთ. აი მართლა ვთქვით, მე ჯერ კიდევ ნანოფ იმას, რომ მანამდე არ გავიკეთეთ, დიდი ხანი ვწვალობდი და ყველას ვურჩევ აბსოლუტურად. ეს სხვა ცხოვრებაა. როგორც ვიცი, ბატონ უახლოსთან გაიგეთეთ ოპერაცია. დიახ. რამდენი ხნის წინ? 7 თვის წინ. რამდენი დაიკელით? 44 კილო. 44 კილო. რა მიგიყვანათ ამ გადაწყვეტილებამდე? ანუ რა იყო ის უკვე მიზეზი, უკვე კრიტიკული იყო თუ რაღაც სხვა მიზეზი გქონდათ? არა, კრიტიკული იყო, იმიტომ რომ ჯანმრთელობის მხრივ ძალიან მიშლიდა ხელს წონა, ვერც დავდიოდი ნორმალურად. სუნთქვაც მიჭირდა უკვე, ანუ უკვე შაქრის დიაბეტის კანდიდატიც ვიყავი, ინსულინ რეზიდენტი ვიყავი პატარაობიდან, ესე ვთქვათ. და ანუ ამ ყველაფერმა უკვე ძალიან პიკი იყო და ჩემით ვერაფრით ვერ ვიწლებდი რა. რა მაინტერესებს, აი ამ 7 თვეში რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში? ძალიან ბევრი რა. ანუ ძალიან კმაყოფილად ძალიან დიდი წონა დავიკელე და კიდე წინ მელოდება, ანუ დაკლება. მაგრამ ნუ სხვა ადამიანი ვარ. რაი, ვერც კი, აი სიტყვები არ მყოფნის ჯერ ძალიან დიდი მადლობელი ვარ ახო ექიმის პირველ რიგში, იმიტომ რომ თავიდანვე ძალიან მეშინოდა და ისეთი სტიმული მომცა და ისე კარგად ამიხსნა ყველაფერი, რომ ანუ ჩვეულებრივად თვალდახოჭული შევედი ოპერაციის, მეშინოდა ძალიან დიდი ხანია, ყველა მეუბნებოდა გაიკეთე და უარზე ვიყავი. რომელი გაიკეთეთ? ბაიპასი გავიკეთე.